ეგ აქვთ, რომ რაც არ უნდა კარგი გინდოდეს, რაც არ უნდა შემსად იყო, რომ მათ მხარი დაუჭრო. იმიტომ რომ იცი რატო გია თვითონ თავისი გადმოსახედიდან მარტო თავისი ბრძოლის წესებით იბრძვიან. თვითონ რაც აინტერესებს, მარტო ამ ინტერესებიდან გამოდიან. თვითონ არასდროს არ იტყვიან, რომ აი ჩემ მხარი დაგიჭირო, თუნდაც კარგს ამბობდე. ხო. შესაბამისად, ეგ არის, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ როგორ შეიძლება მეორე მხარეს, სამწუხაროდ მხარეებად ვართ დაყოფილი ადამიანები დღეს ძალიან დიდია ეს ამბავი და ყველა ვიცით, ვერ წარმოუდგენიათ, რომ როგორ შეიძლება მეორე მხარეს ადამიანმა თქვას, რომ კი, მოდი გამოუშვით და მხარი დამიჭიროს. კი, მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს. არ უნდა. გამოუშვათ. აი ანდრო ჭიჭინაძესთან მე ინტერვიუ ჩამიწერია და სწორედ თქვენ მართლა აი ჩემ თვალშიც ეგეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ უღალატო და კარგი ადამიანია. უბრალოდ იმ დარწმუნებული ვარ, შეიძლება თვითონ ანდროც არ დამეთანხმოს მაგაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ რა, შინაგანად ხვალდაზე მიხვდება ამას, რომ ძევალია რა. და თვითონაც გესმის ვერ ღალატობს, ვერ ჩოძახს, ვერც მეგობრებს, ვერც იმ საქმესა და შესულია ამ ეტაპზე. შეიძლება დღეს ესე არ ფიქრობს, მაგრამ ხო დარწმუნებული ვარ, ხო ესე იფიქრებს რა. იმიტომ მინდა რომ დავждდე და დაველაპარაკო რა. ვის დაველაპარაკო? კინწურაშვილს დაველაპარაკო, რომელიც ანდროს გვერდშიც არ ყოფილა, როცა ანდროს უჭირდა? ვის დაველაპარაკო? და ის მე მიმირჩევს, ჩემ დრუჟოკებს ურჩევს საქმეს?